შეწყვიტეთ ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ ბიძგების მცდელობები. ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიმართვაა დასავლელი პარტნიორების მიმართ. ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ქვეყნებს კიევისთვის მოლაპარაკებების შეთავაზების ნაცვლად უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებს, რათა დაპირებები ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს. აზრი არ აქვს ზელენსკისთვის მოლაპარაკებებისთვის ბიძგის მიცემას, როდესაც პუტინს საუბარი არ სურს. ევროკავშირის ყველა წევრმა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, უნდა უპასუხოს კითხვას: რა არის ეს გარანტიები, რისი შეთავაზება შეუძლიათ მათ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იყოს ცარიელი? კონფლიქტის გაყინვის იდეას არ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცის გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი და არც ის თუ როდის შევა ქვეყანა ევროკავშირში. ასეთი პოზიციებით კი უკრაინის ლიდერს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება არ სურს. ვიქნებით ჩვენ ნატოში, გავხდებით ევროკავშირის ნაწილი? დიახ, გავხდებით, მაგრამ როდის? ასეთ პირობებში პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა ნიშნავს იმას, რომ მას რეგიონში ყველაფრის გადაწყვეტის საშუალებას ვაძლევთ. ნატოს წევრი სახელმწიფოები კიევს ეთანხმებიან იმაში, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიები სჭირდება, თუმცა გერმანიის კანცლერობის მთავარი კანდიდატი უკრაინას ახსენებს, რომ ომში მყოფი ქვეყანა ალიანსის წევრი ვერ გახდება. უკრაინას პირდებიან, რომ მომავალში ის ნატოს წევრი იქნება, მაგრამ ქვეყანა, სადაც ომია, ალიანსში ვერ შევა. უკრაინა დასავლეთის ნაწილია და ნატოსკენ სწრაფოში ჩვენ მას დავეხმარებით. უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის არ სჯერა სლოვაკეთის პრემიერს. რობერტ ფიცოს თქმით, რუსეთი თავის ჯარებს არც ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არც უკრაინის სხვა ნაწილებიდან არ გაიყვანს. სლოვაკეთის მთავრობის მეთაური რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში, დასავლეთს კი უკრაინაში რუსეთის შეჭრისათვის წინაპირობის შექმნაში ადანაშაულებს. უკრაინას ნატოში არ მიიწვევენ. უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს და იქ იქნება უცხოური სამხედრო ძალები. უკრაინა ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირებებს დიდი ხანი აიღებს. მთავარი შედეგი კი, რომელსაც ქვეყანა 16 წელია ელოდება, კვლავ მიუღწეველია. ნატო ჯერაც ვერ აკონკრეტებს, როდის და როგორ მიიღებს უკრაინას ალიანსის წევრად. ამ ფონზე კი უკრაინული ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. განადგურებულია ქალაქები. ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის შეფასებით უკრაინული ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. ვუყურებ ზოგიერთ ქალაქს და არც ერთი შენობა არ დგას. ეს არის 100 წლიანი რეკონსტრუქცია. 100 წელი დასჭირდება მის აღდგენას და ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, რა სირცხვილია. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო პრეზიდენტი, რომ ყოფილიყავი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა. უკრაინას და მის პრეზიდენტს პროვოკაციაში ადანაშაულებს უნგრეთის პრემიერი. ორბანი აცხადებს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მაგიდაზე დევს. ამ წინადადებაზე პასუხისგაცემა კი უკრაინის პასუხისმგებლობაა.